მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესრულებინა მსახურება. გვედიდებინა ღმერთი და შეგვეცადა კიდევ ერთხელ, რომ ღმერთის სიახლოვე გვეგრძნო. 26 კვირიაკეს სულთმოფენობიდან წმინდა ეკლესიაში იკითხება სახარების მონაკვეთი ლუკა მახარებლიდან მე-17 თავი არის, სადაც მოთხრობილია 10 კეთროვანის განკურნება, რომლისგანაც 10 განიკურნა და მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად. ეს არის მოკლედ, რო ვთქვათ, ანუ მთელი ცხოვრება განკურნება უნდათ, განიკურნენ და ერთადერთი დაბრუნდა მარტო მადლობის სათქმელად და ისიც ვინ იცით, ჩვენი გაგებით რო ვთქვათ, ურწმუნო. ანუ სამარიტელი, რომელსაც არ თვლიდნენ მორწმუნედ. ანუ 10-დან ერთი დაბრუნდა მხოლოდ და ისიც ურწმუნო, რომელმაც მადლობა უთხრა ღმერთს იმისთვის, რაც მოხდა მის ცხოვრებაში. ვილაპარაკოთ დღევანდელ დღეს ზოგადად ტკივილის შესახებ. და რა არის ტკივილი ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში და ქრისტიანი ადამიანი როგორ უნდა უდგებოდეს ტკივილს მის ცხოვრებაში. თქვენ ხომ მეთანხმებით, რომ ტკივილი არსებობს სხვადასხვაგვარი. არსებობს ფიზიკური, არსებობს სულიერი და არსებობს ერთობლივი. ცალ-ცალკე ხო არის, მაგრამ აი ადამიანი ტკივილებშია რა. ანუ ვერ გაარჩევს, აი თითქოს განსხვავება ძნელია, აი ხა სულიკ ტკივა თუ ზოგადად შენი ფიზიკურობა გაწუხებს. აი ერთიანად ცუდად არის ადამიანი და გარკვეული ტკივილები გააჩნია მას. ვისაუბროთ, ანუ ქრისტიანი ადამიანი როგორ უნდა უდგებოდეს ამას და რეალურად აი რა არის ეს ტკივილი ჩვენ ცხოვრებაში. ერთ რამეს გეტყვით, რომ ტკივილები ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ბოროტისულის ხელში. ანუ ტკივილების მოყენებით, მაგრამ ამის უფლებას, რომ ტკივილები მოგვადგეს, ვაძლევთ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ ვცოდავთ. ყველა ტკივილი ეს არის ცოდვის შედეგი. რა თქმა უნდა, არსებობს პიროვნული ცოდვა, მაგრამ არსებობს ჩვენ ბუნებით დაცემულ, ანუ ცოდვით დაცემულ ბუნებას ვიღებთ. როდესაც ვიშვებით მშობლებისაგან, ესეც სხეულს ვიღებთ და დაცემული ბუნების მატარებლები ვართ, რომელიც ტკივილგამცდელი არის. აი ხლა ვისაუბროთ უკვე ამაზე. მოგლეთ, ჩვენ ვიბადებით სამყაროში, სადაც ტკივილი არსებობს, ტკივილიანია ეს სამყარო, ტკივილით შემოდის ადამიანი ამ სამყაროში, ტირილით შემოდის, დედაც ტირილით, ანუ დედაც ტკივილებით შობს საკუთარ შვილს, მე 50 ფსალმუნში რო არის, ხო? ანუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემან. ანუ ტკივილებში ვიშვებით ჩვენ ყველა. და ეს სამყაროც, რომელშიც შემოდივართ, გარკვეულწილად ტკივილები არის. მაგრამ არსებობს ქრისტიანობა. არსებობს სხვადასხვა, მოდი ავიღოთ, ყველაფერი ამ სამყაროში არსებობს სხვადასხვა რაღაცები, რომლებსაც უნდათ რომ ეს ტკივილები დაგვიამონ. ხო? ანუ არის რაღაცები, რითიც ეს ტკივილები უნდა დავიამოთ. მაგრამ ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ რაზე? ქრისტესთან მოვედით და გვინდა რომ ეს ტკივილები ქრისტესთან ერთად დავძლიოთ. სულიერიც და მათ შორის ფიზიკურიც. დაძლევა მინდა გითხრათ არ იგულისხმება იმას, რომ ჩვენ შეიძლება გამთავისუფლდეთ ამისგან. იმიტომ რომ ხშირად უფალი ასეთ რამეს წმინდა წერილში ასეთი რამე წერია, რომ ტკივილების გამო ადამიანმა ცოდვა მიატოვა. უამრავი ადამიანია, რომელიც ფიზიკურად აღარ შეუძლია და ვერ აკეთებს იმას, რასაც ჩადიოდა და ცოდავდა. არის ადამიანები მრისხანე, რომლებსაც ისეთი რამ დაემართათ, რომ ამ მრისხანებას ვერ ამჟღავნებენ, შეიძლება გულში მრისხანებენ, მაგრამ გარეთ ისინი ვეღარ აკეთებენ ამას. არიან ადამიანები სხვადასხვა დაავადებებით, რომლებიც წაადგა პირობითად, რომ მათ ამის კეთება აღარ გააგრძელეს, ცოდვის კეთება აღარ გააგრძელეს. ამიტომ ტკივილები, მოდი ვისაუბროთ ჩვენ ცხოვრებაში რა არის და როგორ უნდა ვიყოთ და მივიღოთ ეს. ეხლა რო გითხრათ კეთროვნების ტკივილები, თქვენ იმ წუთში მიხვდებით, რომ ჩვენც ყველანი კეთროვნები ვართ. არა იმ გაგებით, რას პირდაპირ გაგებით, ღმერთთან დაგვიფაროს, მაგრამ ჩვენც მიხვდებით ამას. პირველი მინდა რომ ეს ვიცოდეთ.
გაცრავთ. ჩვენი ცხოვრება არ შეიცვლება იქამდე, ანუ ტკივილები არ მოგვირჩება და ტკივილებისგან ვერ განთავისუფლდებით, თუ კი ჩვენ არ ავიღებთ საკუთარ ცხოვრებაზე ქრისტიანულ პასუხისგებლობას. ანუ ადამიანი, რომელიც პირდაპირ გაგებით, ანუ არ იტყვის, რომ მე ქრისტიანი ვარ და ასე უნდა ვიცხოვრო, ასეთ ადამიანს მოკლედ ტკივილები თავისთავად, როგორ გითხრათ, იცი, უმრავლდება კი არა, რაღაც ქრისტიანი არ არის, ამიტომ კი არა. ის ვერ შედის იმ წიაღში, სადაც ამ ტკივილებს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს. აი დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ასე, რომ მე ვარ ქრისტიანი და რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, ამას ვიღებ ღვთისაგან მადლიერებით. პასუხისგებლობით მოკიდება საკუთარ ქრისტიანობაზე. ქრისტიანობა ვერ იტანს მეორეობას ადამიანის ცხოვრებაში. ქრისტიანიც ვერ იქნები. ხარ ქრისტიანი და მერე ხარ დედაც, მამაც, მოქალაქეც, შვილიც და ყველაფერი. ანუ ქრისტიანობა სადაც არის მეორე ადგილას, იქ ადამიანში იერარქიულობა არის დარღვეული და მას ეს თავისთავად ტკივილს ანიჭებს. პირველი, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მთავარი, ეს არის არჩევანი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. კეთრი ისეთი რამე იყო, ხა დიდად აღარ მიმასგიზავთ. ქარზეც კი, ქარი, სიცხე, ისე იგი შეხება, ყველაფერი საშინლად ტკივნეული რამ იყო. კეთრი იყო რაღაც, აი საშინელი რამ იყო და საზოგადოებისგან იყო გარიყულები ეს ადამიანები. შრომით ვერ შრომობდნენ, შრომა მათ არ შეეძლოთ. მოშლილი ჰქონდათ თლიანად ნერვული სისტემა, ანუ იცით ტკივილების დროს ნერვების სისტემა ეგრევე იშლება, ესეც ზუსტად ასე იყო და გაიხსენეთ რამე რო გტკივა ხოლმე, როგორ ნერვებზე ადამიანი მაშინ მოშლილი, ხო? და ერთი მთავარი ნიშანი იყო ეს ნერვიულობა ადამიანს აძლევს რას? გონება შეზღუდულობას. ანუ გონება უკვე ვიწროდება, უკვე აღარ შეუძლია ადამიანს მაგალითად იფიქროს და იმსჯელოს ისეთ საკითხებზე, რომელიც მის გარშემო ვითარდება. იკეტება თავის ტკივილებში, ხომ ეთანხმებით, ანუ ჩაიკეტება თავის ტკივილებში და ეს არის მასში მოკლედ მიმდინარე საშინელი პროცესი. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ უმადურობა. გახსოვდეთ, ანუ ტკივილებში მყოფი ადამიანი, რომელიც ამ ტკივილების გადალახვას არ ცდილობს, კიდე გეუბნებით, რა ტკივილებიც არ გინდა იყოს. შეიძლება ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ შინაგანად ისეთ ტკივილებს ატარებდეს და გახსოვდეთ, ტკივილების ანუ ქრისტიანული წესით არ გადამლახველი ადამიანი ხდება უმადური. და ეს უმადურება რაში გამოიხატება ხოლმე, იცი? თითქოს ყველა ვალდებულია, რომ მე მეხმარებოდეს. ყველა ვალდებულია. გაიხსენეთ, სახში როა ხოლმე ვინმე ავად, ყველა ვალდებულად თulis, რომ მოკლედ მას უნდა მოემსახურონ ეს ადამიანები. მოკლედ გამომდინარე აქედან ესეთი ადამიანები, რომლებიც უმადურები არიან, ან უმადური ადამიანი, შემდეგ ხდებიან ვერცხლის მოყვარე. აი ხა ეს კეთროვანი ადამიანები, როდესაც ანუ ერთ-ერთმა მეცნიერმა იმოგზაურა მე-19 საუკუნეში და მაშინაც ეს კეთრი იყო, იცით იყო დახასიათებული. სულ ისე იგი ფიქრობდნენ, აი ესე მივიდნენ ქრისტესთანაც, ესენი რომ გვიშველეო. ანუ იმ 10 და ის 9 როგორი იყო, იცი, ქრისტე ვალდებული იყო, რომ უნდა განეკურნა. მიხვდით, აი ესე მივიდნენ, გვიშველეო. ანუ ისე იგი გავალდებულებენ, რომ უნდა უშველო. და აი ესეთი ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ მოწყალებას, ნებისმიერ ამას, რასაც მოწყალებას მიიღებდნენ, მერე ყიდდნენ, ვერცხს ყიდულობდნენ და მიდიოდნენ და მიწაში მარხავდნენ. ნახე როგორ არის, ისინი ცხოვრებაში თვითონ მაგას ვერ გამოიყენებდნენ და ისე იღუპებოდნენ, რომ იმ ისე იგი დაფლული ვერცხლის შესახებ არავინ არ იცოდა. ანუ გაიხსენეთ ჩვენზე გადმოიტანეთ ეს, ხო? ანუ ინახავს ადამიანი ისე იგი რაღაცა როგორ არის ჩაბოჭილია საკუთარ თავში, ანუ გახსნილი არ არის ადამიანი, მოკლედ და ამათ ისე იგი ესეთი მდგომარეობა ჰქონდათ. ასეთ ადამიანები მე იციან ასეთმა ადამიანებმა საკუთარი გასაჭირით სპეკულირება ადამიანებთან მიმართებაში. ანუ იყენებენ ამ თავის ტკივილებს იმისთვის, რომ იცი რა, ისე იგი უნდა შეგეცოდოს, ხშირ შემთხვევაში უნდა მოუთმინო. ანუ სპეკულირებას იწყებენ ადამიანები საკუთარი ამ ტკივილებით, ხო?
აი ახლა მივადექით აი ამ საკითხს უკვე რა. აი ეს ტკივილები გაქვს ადამიანს. თქვათ ამ ტკივილებში ხარ. რა არის? რა უნდა გააკეთოს ამან? ამ ტკივილებმა რა უნდა მოიტანოს? თქვათ ვინმე გარდაგეცვალა. ესეც ხო ძალიან მძიმე ტკივილია. დედასო შვილი გარდაეცვალა. ახლობლები, ანუ რაღაცა საშინელ ტკივილს განიცდი ადამიანი შინაგანად. რა უნდა მოხდეს ამ დროს? უფალმა რატომ მიიყვანა ადამიანი აი ამ ტკივილამდე? იცით? მასში გარდატეხა უნდა მოხდეს. მასში უნდა მოხდეს რაღაცა სხვანაირი ხედვა. რაღაცა სხვა უნდა მოხდეს ახლა ჩემში. უფალს მივყავარ რაღაცა განსხვავებულისკენ და სხვა რამისკენ მივყავარ და ჩვენ ხშირ შემთხვევაში აი ამ ცვლილებას ვერ ვაკეთებ. ჩვენ ერზეც წინაზეც გითხარით, აი ეს ტკივილებია დღეს დაშვებული. აი ეს ტკივილებია დღეს დაშვებული, რომ ანუ სულიერი თუ ფიზიკური. აიღეთ ისე იგი დაავადებები, რომელიც თავისთავად არის და ამაზე ყველანი აღნიშნავენ, როგორც ფიზიკური ტკივილები არის გამრავლებული, ასევე სულიერი ტკივილები არის ერში გამრავლებული ძალიან ბევრი. და ჩვენ როგორ არის იცით, ჩვენ გვინდა რომ ისე იგი ისე დავიბადოთ ქრისტიანება და ისე ვიქცეთ ქრისტიანებად, რომ ტკივილები არ ქონდეს ადამიანს. წინაზეც გითხარით. ჩვენ ახლა ვართ აი ამ რას ავირჩევთ? უფალმა იმ ტკივილამდე მიგვიყვანა და იმ ტკივილამდე მიგვიყვანა, რომ ერთმანეთს ვეჩხუბებით. 30 წლის უკანაც მიგვიყვანა აქამდე, მაგრამ ანუ არსებითად ჩვენ დასკვნები ვერ გავაკეთეთ. ჩვენ ვერანაირი დასკვნები ვერ გავაკეთეთ. დღესაც, იმიტომ რომ დღესაც იგივეს წინაშე დავდექით. დღესაც ერთმანეთს ვეჩხუბებით, ერთმანეთს ლანძღავთ, ერთმანეთს ვცემთ, ერთმანეთს არ ვიცი, ჯვარი ვწერია, თუ კი ერთმანეთის მოკლედ ფიზიკური ხელყოფაზეც კი გადავედით. ანუ ტკივილები, რომელიც არის, არ არის მხოლოდ კონკრეტული, არამედ ეს მთლიანი ერის ტკივილი არის. დღეს აი ამ ტკივილებით უნდა უფალმა რაქნას იცი გადააფასეთ, აბა. ვერ მიხვდით კიდე, აბა დღეს იქნება მიხვდეს. ანუ ჩვენში არსებული სულიერი და ფიზიკური ტკივილები არის ადამიანის გარდასაქმნელად, სხვაგან გასახედებლად. ხო ხედავ რომ ამ გზამ ერთი გზა, რომელიც არჩეული გააქვთ, ტკივილამდე მიგიყვანა. ჩვენ ძალიან ვატკინეთ ერთმანეთს გული. ჩვენც ხო გვეტკინა და ერთმანეთსაც საშინელება გავუკეთეთ. ახლა მეორეთი ისევ ამ გზას დავადექი და ისევ გზა ამ გზიდან გამომდინარე ისევ ამ ტკივილებამდე მივედით. ისმის კითხვა გადაფასების დრო ხო არ დადგა? რაღაცა ხო არ უნდა მივხვდეთ იქნებ რომ ყველა ეს ჩვენი არჩეული რაღაცა გარკვეული ესეთი გზა მიგვიყვანა ჩვენ ერთმანეთთან ტრობამდე. იქნებ ღმერთი ამას გვეუბნება თქვენ რომ გაიხედეთ ცოტა გვერდზე. გაიხედეთ იქით კი რა არის ღირებული და რა არის მოკლედ ადამიანში ფასეული. რა უნდა გაიღვიძოს ახლა ჩვენში ქრისტიანებმა? მინდა გითხრათ რომ ყველაზე მთავარი რამაც უნდა გაიღვიძოს ჩვენში, რომ აი ეს ტკივილები მთლიანად მოგვეხსნას და დაგვიამდეს, ეს არის მადლიერება. ადამიანი, რომელსაც მადლიერება არ არის, ყველაფრის მიუხედავად, ამიტომ ვიწყებთ ხოლმე ჩვენ გახსოვთ, რომ დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს არის სულის ამოძახილი უნდა იყოს ყველა ადამიანის. რომ მადლიერება თუ არ არის ადამიანში, ის ადამიანი იცოდეთ, მოკლედ არც ქრისტიანად ვარგა, არც საზოგადოების წევრად ვარგა და საერთოდ არაფრად არ ვარგა. ადამიანში ვისშიც მადლიერება არ არის. ეხლა დასვავთ კითხვას ხო? ამდენი ტკივილები მაქვს, მამაო და რა მადლობა, რაში ვთქვა მადლობა? ამ გაჭირვებულ და გაუბედურებულ ცხოვრებაში მადლობა რაზე უნდა ვთქვა და აი ეს არის ის, რასაც ფაქტორად მოყავთ ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებს. და აი ქრისტიანი ვინ არის განსხვავებული, რატოა განსხვავებული ქრისტიანი, რომ აი ეს შეუძლია მიუხედავად ამისა მადლობა უთხრას ღმერთს ამ ყველაფრისთვის. გარეთ რო გახვიდე და თქვა რომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს ადამიანები შეგჭამე რა ის მადლობას იძახი, ნახე რა ამბავია ჩვენს თუნდაც ქვეყანაში და მერე კიდე თუნდაც იმაში სამყაროში. რა დროს მადლობა არის? და აი ქრისტიანი ადამიანი ეს არის ის, ვინც თავისთავად ყოველთვის გზნობს აი ამ მადლიერების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში.
გამომდინარე აქედან მინდა გითხრათ, რა ქვია ჩვენს მთავარ მსახურებას? წირვას რა ქვია? ევქარისტია. ევქარისტია ბერძნული სიტყვა, თავდაპირველად, ანუ ფუძე მსახურებისა ეს არის ევქარისტია და ევქარისტია ნიშნავს ევხარისტო არის მადლობა. ყოველი წირვა ეს არის მადლობის აღვლენა ღმერთისადმი. იქ ღმერთი გვაძლევს ჩვენ ყველაფერს. ჩვენ მოგვაქვს ჩვენი ტკივილები, ვდებთ ღვთის საკურთხეველზე და ვეძახით, უფალო აკურთხე ეს ჩემი ტკივილები. განა ის რომ თუ ვინმე შეძლებს, განა განმკურნე და მომაცილე კი არა. ძალა მომეცი რომ ეს ტკივილები ავიტანო და თუ შენინება იქნება გამანთავისუფლე კიდეც ამისგან. მე მოვიტანე ჩემი რწმენა, დავდე ღვთის საკურთხეველზე და უთხარი, უფალო აკურთხე ჩემი სარწმუნოები. მე მოვიტანე ყველაფერი, რაც კი ჩემს გარშემო არის, ჩემი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები მოვიყვანე აქ, ჩემი გონებით, მოსახსენებელი ამიტომ არსებობს და დავდე ღვთის წინაშე და უფალო, მათაც შენ გწირა, გევედრები აკურთხეს. აი ჩვენი ლოცვა ეს არის და ჩვენი მთელი ბოლო ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, ევქარისტიის ნაწილი არის, რომ მადლობა ღმერთო ამ ყველაფრისთვის. თუკი მადლიერება არ არის ჩვენში, მაშინ ეს ძალიან დიდ ტკივილად და სიმძიმედ აწვება ადამიანს. ტკივილების დროს საშინელებაა, რომ ადამიანი ხდება ძალიან ეგოისტი. ტკივილების დროს და უმადურების დროს ადამიანში არის სასიცოცხლო ძალები გამოცლილი. ტკივილების დროს მორალურად ნადგურდება საერთოდ ადამიანი და როდესაც უმადურია ადამიანი, საერთოდ ჯოჯოხეთად იქცევა მისი ცხოვრება. ამ ტკივილებს და ამ საშინელ უმადურობას ადამიანში ბოროტება შემოაქვს. საშინელად ბოროტდება ადამიანი. ვერ წარმოიდგეთ, იმდენად ბოროტდება ადამიანი, ადამიანს, რომელსაც თავის ცხოვრებაში არ შეუძლია მადლობა თქვას, დღე, იმ დღეს სოციალურ ქსელშიც დავწერე და ეხლაც გეტყვით, რომ ერთ-ერთ ადამიანთან, მონაზონთან, ესეთ საშინელ ტკივილებში და ნერვიულად აშლილი, საერთოდ განადგურებული ადამიანი მივიდა. და როგორ უშველო საკუთარ თავსო და ერთადერთი რამე უთხრა, აიღე ფურცელიო და ჩამოწერე 33 რამ. 33 რამ, რაშიც მადლობას ეტყვი ღმერთს. დაანებე იმაზე, რაზეც წუხარ შენ, უბრალოდ აიღე და ჩამოწერე. მადლობა ღმერთო რისთვის და დაიწყეო, თქვათ, რომ გამითენდა დღე. ანუ ყველაფერი, რაზეც შეგიძლია, რომ ადამიანმა მადლობა უთხრა ღმერთსო და 6 თვეშიო დაახლოებით ეს ადამიანი ყვება ყველანაირმა ტკივილებმა დატოვა. არა მხოლოდ სულიერმა, ფიზიკურმა ტკივილებმაც კი დატოვა. იმიტომ რომ მადლიერება ჩვენ გვანთავისუფლებს ამ შებოჭილობისაგან და როგორ გითხრათ, იცი, ბოროტებისგან, შეპყრობილობისგან ანთავისუფლებს ადამიანს. მადლიერების გზნობას იმხელა მადლი შემოაქვს ადამიანში, ჩვენ რო ვიძახით ხოლმე სიყვარული. როგორ ფიქრობთ, ადამიანის სიყვარული რა არის, როგორ არის ეს, რას გულისხმობს, ისე იგი, ქრისტე, როდესაც იძახის შეიყვარე ადამიანი, მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავიო, რას ნიშნავს აბა? და თუნდაც შეიყვარე, მერე მტერიც კი შეიყვარე, ვიცით რას ნიშნავს? ძალიან საგულისხმო რამეს გეტყვით და ვფიქრობ, გათბება ამით ჩვენი გულები. მაგალითად, მე რომ თქვენ შეგიყვაროთ ისე, როგორათაც ქრისტე მეუნება, მე უნდა ვიფიქრო ასე და ასეც არის. თქვენ ხართ ჩემი მე, ოღონდ სხვანაირი. ნახეთ, ჩვენ ყველანი ხო ვართ ადამიანები და
და თქვა თქვენ ცუდ რაღაცას აკეთებთ. მე უნდა თქვა ახლა პირობითად ავიღოთ, არ ვიცი, ვინმეზე რო თქვა, აი ვანიკოზე ავიღოთ, ხო? ვანო ვარ მე, რომელიც შეიძლება ასე აკეთებს, რასაც აკეთებს. აი ამ დროს გიყვარდება ადამიანი, ანუ ადამიანმა შეუძლებელია რამე ცოდოს და შენ ადამიანი შეგძულდეს. გძულს ის, რაც მან გააკეთა. აბა დაუკვირდით რა საოცარი არის, ქრისტე რა საოცარ რაღაცას გვასწავლის. რომ ყველა თქვენთაგანი ხართ მე იმ გამოვლინებაში, რომელიც გამოავლინეთ. ანუ დღეს რომ მრისხანებ თქვენ და გიყურებთ თქვენ რომ მრისხანეთ, აი ჩემზე მაგალითად მოხვედი და ეხლა მრისხანებას აფრქვევ. ან განმიკითხავ, ან მეჩხუბები რაღაცას როგორ ფიქრობ, იცი? ახლა ჩემწი დგას ჩემი გაღიზიანებული მე. ანუ მე ვარ მაგ მდგომარეობაში, მიხვდით? და ეს არის ის, რაც ანუ ნახეთ ადამიანის მიმართ, ანუ ადამიანზე გაფიქრებს როგორც ღვთისქმნილებაზე და როგორ იძახიცი, აი შენ რომ რისხანებ, გაიხსენე, შენ თავი ხომ მაინც გიყვარს. მაგ დროს ხომ ეთანხმები, შენ რისხანებ, მაგრამ შენ თავი მაინც გიყვარს, ყველაფერს პატიობ, მაგრამ რა არ მოგწონს? რა არ მოგწონს? აი რასაც აკეთებ. აუ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ შენი თავი გიყვარს მაინც. შენი თავი მაინც გიყვარს და შენ თავს ამას პატიობ და ანუ გამომდინარე აქედან ნახე როგორ რაღაცა ყველა თქვენთაგანი თუ კი ასე ვიფიქრებ ჩვენ რომ ეხლა ის ადამიანი მე ვარ ოღონდ იმ გამოვლინებაში მაშინ ჩვენ ერთ რამეს მივახცევთ ჩვენ შეგძულდება ის რასაც ადამიანი აკეთებს მაგრამ ის ადამიანი მუდმივად გვეყარება და თუ კი ჩვენ ნახეთ ეკლესიის წევრები ამას ერთმანეთში შევძლებთ, ოჯახის წევრებზე შევძლებთ ამას. თუ კი ჩვენ უფრო გავაფართოვებთ აი ამას, ყველაფერს ხო, აი მერე უკვე მოდის რა, იცით? აი ეს უკვე ვიღაცას გონია რომ ფანტაზიის სფეროაო, მაგრამ მერე უცებ გულში აღმოაჩე რომ მტრის მიმართაც ასე ხარ. გმტრობს ადამიანი, მაგრამ ხვდები რომ გიყვარს. ადამიანი გიყვარს, მაგრამ ცოდვა გძულს, გამიგე? ანუ მისი მტრობა გძულს, მისი გამოვლენილი მტრობა გძულს, მისი აი წეღანას თქვი, ის ყველაფერი გძულს, მაგრამ ჯო ის ადამიანი არ გიზიზღება, არ გძულს, გიყვარს. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ოჯახურ ცხოვრებაში. ჩვენი აი ცოლქმრობაში, დედაშვილობაში, მამაშვილობაში, ნათესაობაში, მეგობრობაში ჩვენ ესეც კი არ შეგვიძლია. აბა უბრალოდ შენ მეუღლეს, რომელსაც ემდურები პირობითად, ხო, რაღაცა გააკეთა ისეთ, ხო? ქრისტიანულ ოჯახს გულისხმობ, რომ იქ გადამეტება და რაღაცა ანომალიები არ იქნება. მე გულისხმობ იმას, რაც ადამიანთა შორის ოჯახში შეიძლება ხდებოდეს წყენა, გამოვლენა, სიტყვიერი, შეიძლება რაღაც ისეთი, შეიძლება, აი, აბა ამ დროს უბრალოდ იმიტომ რომ მით უმეტეს ცოლქმარმა რომ ჯვარი დაიწერეთ თქვენ ხო ერთნი გახდით. აბა ამ დროს უბრალოდ წარმოიდგინე ის რომ რაღაცას გეუნება, აი ის შენ ხარ უბრალოდ იმ მდგომარეობაში. იმ წუთში მიხვდები, იმ წუთში გათბება გული. იმ წუთში სხვანაირად დაიწყებს გულიცემას. საკუთარმა შვილმა ვთქვათ რამე დააშავა, შეიძლება რაღაცა არ გააკეთა ისე. ახალგაზრდა ადამიანი რაღაცა დააშავა, მაგრამ უყურებ ადამიანს და იძახი რომ ეს მე ვარ ჩემს ახალგაზრდულ გამოვლინებაში. ანუ მეც ესეთი ვიყავი შეიძლება ესე არ ვავლენდი, მაგრამ მეც ესე, ანუ ასეთ განწყობა მქონდა მაგალითად. უბრალოდ გამოვლენის საშუალება არ გვეძლეოდა და წარმოიდგინეთ საქართველოს რატო იყო ერთიანი ყოველთვის, უმცროს უფროსობა ყოველთვის იყო, ერთმანეთისადმი განუზომელი სიყვარული და ერთობა შეგვეძლო ყოველთვის, რატო, რისთვის? აი ეს იყო მთავარი. აი ეს გქონდა ყოველთვის. და ამას ხედავდა ბავშვიც, ახალგაზრდაც, რომელიც ოჯახში იზრდებოდა, დედასა და მამას შორის, მეზობელი რო შემოვიდოდა იმათ შორის, ამ ყველაფერს ხედავდა და ბავშვიც ესე იზრდებოდა. და უფალიც აი 10 კეთროვანი მოვიდა და ეს ანუ სხვა თვისება არა აქვს, უყვარს. 10-ვე კეთროვანი უყვარს, იცის რომ ის 9, როგორც ღმერთმა იცის რომ ის 9 არ მოვა. და ერთი მოვა, მან იცის, მაგრამ 10-ვეს კურნავს.
სიყვარულს აძლევს მათ, უყვარს, უყვარ. მე მინდა გითხრათ, რომ რა მინდა იცი გითხრათ, ქრისტეც კი, ქრისტე როგორც ადამიანური გამოვლინება სამყაროში, ხო? ესა ვართ, ქრისტე ჩვენა ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ხო დავალდებული მომბაძეთ მე, ჩემნაირი იყავით. უფალი ამას გვავალებს. იყავით სრულნი, როგორც მამა თქვენი ზეციერი არის სრული და ქრისტე არის ადამიანის ყველაზე საუკეთესო ყველაზე აღმატებული და სრულყოფილი გამოვლინება ჩვენი თავისა. განღმრთობა, ქრისტეს შემოსილობა რა არის? ჩემში მეტი ქრისტეა, მე მეტად ვემსგავსები ქრისტეს. და რას ნიშნავს ეს? რომ ქრისტე საბოლოო ჯამში ვარ მე, რომელიც უნდა გამოვლინდე. რა თქმა უნდა, პიროვნულად სხვა არის. ქრისტე სხვა, როგორც ჩვენ ვართ სხვა, მე სხვა ვარ. გიორგი სხვა არის, ყველანი სხვანი ვართ. მაგრამ ჩვენ ეს უნდა გქონდეს, მაგიტომაც არის, წმინდანებს რატო ვბაძავთ? წმინდანებიც ეს არის. წმინდანები არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ გამოავლინა ადამიანობა, რომელიც მეც მინდა რომ გამოვავლინო. წმინდა გიორგი, ესე რო თქვა პიროვიდან, წმინდა გიორგი ვარ მე, რომელიც გამოვლინდა ისე და მეც მინდა ეგრე გამოვლინდე. მეც მინდა მას მივბაძო. ნახეთ როგორი სულიერი კავშირი დგება. გამომდინარე აქედან წმინდა გიორგი მაშინ არ მოკვდება, არც ის სადღაც არის, ის მარადიულობაში არის, იმიტომ რომ აქ არის ცოცხალი. იმიტომ რომ მისი სიცოცხლეა ცოცხალი, იმიტომ რომ მე როგორც ის უნდა გამოვლინდე სამყაროში. მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი მიმყვანებელია ქრისტესთან ესე იგი ქრისტესნაირად უნდა გამოვლინდეს ადამიანი. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს, ჩემო საყვარელო ადამიანებო. ძალა მოგცეს იმისა, რომ ქართველს გახსოვთ, ქართველს ქართველი შეაყვარეო. მთელი ჩვენი ლიტერატურაც ამაზე არის. სულ ჩვენ ვიცოდით ის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა გქონდა, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარდა და როცა ერთმანეთი გვიყვარდა, ოღონდ გვიყვარდა ქრისტიანული სიყვარულით, მაშინ ყოველ შემთხვევაში არ აღნიშნავ იმას, რომ ჩვენ ისე იგი რამეს ისეც ვაკეთებდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ მიწაზე ბედნიერად ვცხოვრობდით ერთმანეთთან. ერთმანეთის დანახვა გვიხაროდა, ერთმანეთის ტკივილი გვტკიოდა, ერთმანეთის სიხარული გვიხაროდა, ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა შეგვეძლო. მაგრამ დღეს ზუსტად ესაა დაკარგული. ქრისტე მოაცილეს თუ არა, ღმერთი მოაცილეს თუ არა საზოგადოებას, ამ საზოგადოებას ვიღებ და დღეს კიდე დინამიკა იქით მიდის. კიდე მეტი უღმერთობა შემოდის საზოგადოებაში. სადაც ნახეთ ქრისტე რა არის? ქრისტე არის ის, ვინც მე მაიძულებს შევიცვალო. ჩემო მეგობრებო, რელიგია, რომელიც ადამიანს არ ცვლის, გახსოვდეთ, რომ ის რელიგია აღარ არის. ქრისტიანობა, რომელზეც ჩვენ ვიტყვით, რომ იყავი როგორიც ხარ, დღეს რასაც სამყარო იძახის, მიიღე საკუთარი თავი როგორიც ხარ და დანარჩენი ქრისტე შენ მაინც შეგიწყალებს. ეს არის აქაა დაშვებული შეცდომა, ამას დაადგა მთელი მსოფლიოს, ქრისტიანული წიაღები, რომელიც იყო, ამას დაადგა. ქრისტიანობა ვეღარ ცვლის ადამიანებს, მიხვდით? აღარ არის ქრისტე ფაქტორი იმისა, რომ მე შევიცვალო და მისნაირი გავხდე. ის კი აღარ არის, ქრისტე კი აღარ არის ჩემთვის. მართლმადიდებლობა რა არის? მე ქრისტესნაირი მინდა გავხდე კი აღარ არის უკვე. სამყაროში ქრისტიანობა არამედ მე ესეთი ვარ, როგორიც ვარ და ქრისტე მაინც ჩემი, მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და ქრისტეც მიგიღებს. განსხვავება ამაში არის. და ქართველები, ქრისტიან ზოგადად მართლმადიდებლობა და ჩვენ რასაც საქართველოს ეკლესიას და ზოგადად ეკლესიას მართლმადიდებელ აღმოსავლეთის ეკლესიას ყოველ შემთხვევაში დიდ ნაწილს კიდე მისი ეს აწუხებს და ამას იძახის, ამაში ვართ, ამაში შევდივართ კონფლიქტში ყველასთან.
ჩვენივე მოსახლეობასთანაც ამის გამო შევდივართ, იმიტომ რომ ისინი იძახიან მე რას გინდა გავაკეთო, თუნდაც ტაძარიც, ანუ ნახეთ, ტაძარიც რო დავანგრიო, რაც გინდა გავაკეთო. მე ეგეთი ვარ და ქრისტე მაინც მიმიღებს. და ჩვენ ვეუბნებით, ჩემო მეგობარო, ქრისტიანობა არის ის, ოდესაც შენ ქრისტეს გინდა მიემსგავსო. აი აქა ვარ ჩვენ, ყველანი შევდივართ ერთმანეთთან კონფლიქტში. და მერე ისინი გვიბრუნდებიან ხოლმე და ზოგჯერ სამართლიანად გვეუბნებიან, კი, ამას იძახით თქვენ, მაგრამ თქვენ აკეთებთ ამას. თქვენ ემსგავსებით ქრისტეს და ჩვენი პასუხია ერთი, რომ ჩვენ ვცდილობთ ამას. ჩვენ არ გვინდა ბოდიშით ამ გამოთქმაზე შევატენოთ საკუთარი თავი ესეთი, როგორიც ვართ ქრისტეს და ვაიძულოთ გინდა თუ არა ასეთი შემიწყალოს. მე მოვდივარ ტაძარში ჩემი ამ ცოდვით, ჩემი ამ ვნებებით, ჩემი არ ვიცი, საშინელი მდგომარეობით, სულიერი და ფიზიკური ტკივილებით. მაგრამ კი არ მოვდივარ და ვეუბნები ამ ქრისტეს, რომ ესეთი ვარ და მე შეცვლას არ ვაპირებ, არამედ მოვდივარ და ვეუბნები უფალო გევედრები შემცვალე. აი ამ საშინელი უწმინდურებიდან წმინდანად მაქციებ, მომეცი ძალა რომ შენ დაგემსგავსო. მაგრამ სანამ შენ დაგემსგავსები, აი დღეს ანა მართალი ანას ხსენებაა და წმინდანების ხსენებაა და ჯერ ამას დამამსგავსე. ამის მაგალითით შევიცვლები მე და მე მაინც შენამდე უნდა მოვიდე. მაინც ქრისტესნაირი მინდა რომ გავხდე. და სამწუხარო დღეს ჩვენ ახალგაზრდებს ეს არ ესმით. დღეს ისინი უკვე აღზარდეს ესე ჩვენმა განათლების სისტემამ და ზოგადად აი როგორ გითხრათ ის აზრობრივმა პარადიგმებმა და იმ ხელმძღვანელებმა რომელთაც ხელში ჩაიგდეს განათლების სისტემა და ამ ახალგაზრდების აღზრდა ზუსტად ეს გააკეთეს მასში ჩადეს აი ეს ერთიანად რო აიღონ თლიანად და ერთ ფრაზაში შეიძლება გამოვთქვათ მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ არაფერი ცვლილება არ გინდა. ანუ არაიძულო საკუთარ თავს არაფერი. რაც მოგესურვება ის გააკეთე, რაც მოგაფიქრდება ის იფიქრე, როგორც გინდა ისე იცხოვე. და აქედან დგას ეკლესია, რომელიც ამ ეტაპზე ღმერთმა არ ქნას, რომ ეს დაიწიოს, მაგრამ ამ ეტაპზე მძლავრი არის მისი ზემოქმედებით, ესე რომ ვთქვათ, მისი სიტყვით მტკიცი არის და ეს სიტყვა, რომელიც ესმის ახალგაზრდა ადამიანს, ხო, აი ეს ომს ახდენს მასში. მთელი მისი თავი გამოტენილია იმით, რომ როგორიც გინდა ისეთი იყავი და შენეუნები ნელ-ნელა მოდი შეიცვალე. ძალით კი არ შეგვცვლი, მაგრამ შენ თვითონ შეხედე, რომ ეს რაღაცები შესაძლებელი გაქვს. რატო? იმიტომ კი არა, რომ მე მინდა ესე. იმიტომ რომ შენ გჭირდება ეს. იმიტომ რომ ეს ტკივილებს მოგიტანს, იმიტომ რომ ეს ანუ შინაგანად დაგანგრევს. მოგიშლის თელ ფსიქოსომატურ მდგომარეობას. აი ეს ომი არის, მაგრამ ახალგაზრდას რატო არ ესმის? იმიტომ რომ ჯანიცავსეა, ღონიცავსეა. მას უკვე აქვს რასამო მე ყველაფერს გავაკეთებ. რასაც არ მომივა ეგ, გამორიცხულია და გავა დრო და პერიოდი და მე უბრალოდ ძნელია უყურო ადამიანი, რომელიც სულიერ და ფიზიკურად არის საშინელ მდგომარეობაში, მას როგორ გინდა რომ დაეხმარო, გინდა დაეხმარო, მაგრამ რთულია, ძნელია, თვითონვე უჭირს. იმხელა დაღმართი ჩაიარა ქვემო და ამ საშინელებისა რომ უკან ამოსვლა აღარ უნდა, აღარ შეუძლია, ძალა არ აქვს ადამიანს. ღმერთმა მადლიერების გრძნობა მოგცეს და მადლობა ღმერთს და დიდება ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა რწმენისათვის, აი ამ საოცარი სიხარულისათვის, რასაც რწმენა ქვია და ამ შინაგან სიმტკიცისათვის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ქრისტიან ადამიანში არის და ქრისტიან ადამიანში ხორციელდება. ღმერთმა 10 კეთროვანის მსგავსად ყველანი განკურნოს და ღმერთმა ის ეკნას, რომ ჩვენ 10-ვენი დაუბრუნებულიყავით უფლისათვის მადლობის სათქმელად და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთო.